ბევრმა თქვენგანმა უკვე იცით, მაგრამ ვისაც ეს არ გაგიგიათ, გეტყვით რომ მე ტყუპების მშობელი გავხდი. დიახ, სულ რაღაც 6 კვირის წინ ჩვენ შეგვეძინა ტყუპები და გამოწვევა დაიწყო. კიდევ ერთი რთული ეტაპი ჩვენ ცხოვრებაში. კი, ერთი უფროსი ვაჟი გვყავს, რომელთანაც გამოვიარეთ მრავალი სირთულე, მაგრამ აღმოჩნდა რომ როცა ორი ერთად არის, რაღაცეები გავიწყდება და აღარ გახსოვს. მოკლედ, ჩემი ბავშვები 40 დღისები გახდნენ და ერთ-ერთი ძველი ხალხური რწმენის თანახმად ახალშობილი არ უნდა ნახო 40 დღის განმავლობაში. რადგან ჭირვეული იქნება და თვალი ეცემა. ეს სიმბოლური მეგონა, თუმცა ამ ხალხურ მოსაზრებას სამეცნიერო ახსნაც ქონია, რომელიც მე თქვენთვის მოვიძიე. თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისით, რასაც არაერთი სპეციალისტი თუ პედიატრი ადასტურებს, 40 დღე დედისთვის და ახალშობილისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აი რა ხდება რეალურად ფიზიოლოგიურად და ბიოლოგიურად ამ 40 დღის განმავლობაში. რასაც ვეძახით პოსტპარტუმი, ანუ მშობიარობის შემდგომი პერიოდი. 6 კვირა გრძელდება, ანუ 42 დღე ზუსტად. ამ დროს საშვილოსნო თანდათან უბრუნდება ნორმალურ ზომას. ორგანიზმიდან გამოიყოფა სისხლი და ქსოვილოვანი ნარჩენები. ჰორმონები ბალანსდება, განსაკუთრებით ესტროგენი და პროლაქტინი. იმუნური სისტემის გადატვირთვა ხდება, რადგან ორსულობისას იგი ნაწილობრივ დაქვეითებული იყო. ამიტომ დედის ორგანიზმი ამ პერიოდში ჯერ კიდევ სუსტია, ინფექციებისადმი მიდრეკილი, ემოციურად არასტაბილური და ფიზიკურად დაუბალანსებელი. ბავშვიც ამ პერიოდში გადის დიდ ცვლილებებს. მისი იმუნური სისტემა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, მხოლოდ დედის რძით მიღებული ანტისხეულები იცავს. ახალშობილს სჭირდება სტაბილური გარემო, რეგულარული კვება, ძილი, სითბო და მაქსიმალური კანის კონტაქტი დედასთან, რაც გარემოს ადაპტაციაში უწყობს ხელს. ზედმეტი სტუმრობა, ხმაური ან ხელში ტარება სხვადასხვა ადამიანების მიერ ზრდის სტრესის და ბუნებრივია ინფექციების რისკს. ამიტომ თანამედროვე პედიატრებიც კი ეთანხმებიან აზრს, რომ ახალშობილი უნდა იყოს დაცული ზედმეტი ვიზიტორებისგან 4-დან 6 კვირის განმავლობაში. დედას ეს პერიოდი სჭირდება ემოციური ადაპტაციისთვის, ხოლო ბავშვს კი საშვილოსნოში გატარებული 9 თვის შემდგომ ფიზიკური ბმა ესაჭიროება დედასთან. ხოლო დედის სუნი, ხმა, სითბო, სტაბილური გარემო, რომელიც მას შეგუებაში ჰარმონიას შეუქმნის. ღია სივრცე და გასეირნება. რთული დასაჯერებელია, მაგრამ სპეციალისტების უმეტესობა ამბობს, ღია სივრცეში გაყვანა უმჯობესია 3-4 კვირიდან, მცირე დროით 10-15 წუთის ფარგლებში. შემდეგ ნელ-ნელა უნდა გაზარდოთ ხანგრძლივობა, რათა სხეული გარემოს ცვლილებას უფრო სტაბილურად შეეგუოს და ტემპერატურის ცვალებადობა დისკომფორტად არ აღიქვას. თანამედროვე მშობლებისთვის სასაცილოდ ჟღერს, თუმცა ფაქტია, ამ შემთხვევაში ტრადიციული ხალხური მიდგომა გონივრული აღმოჩნდა, თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისითაც. უბრალოდ ახლა ამას უწოდებთ პოსტპარტუმ აღდგენის პერიოდს. ჩვენი ბებოები კი ბავშვს ავი თვალის არიდებას ეძახდნენ. დაიცავით თქვენი შვილები. გისურვებთ ჯანმრთელობას.